თუ იცით, აი თუ გაგიგიათ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი სად არის? აქვე არის, ვერცხლის ქუჩაზე, თუ არ ვცდები. ვერცხლის ქუჩაზე კალისტრატეზე, აქვე არის ახლოში. ნომერის მოედნიდან ცოტა დაბლა ჩასასვლელი და ხელმარჯვნივ შესასვლელი ნამყოფია რამდენჯერმე ადგილი. სად ცხოვრობდა ნიკოლოზ ბარათაშვილი ზუსტად არავინ იცის, თუმცა ცნობილია, რომ მისი სახლი ანჩისხატის ეკლესიასთან ახლოს უნდა ყოფილიყო. სხვადასხვა მონაცემების შეჯერებით საბოლოოდ არჩევანი ჩახრუხაძის ნომერ 17-ზე შეჩერდა და 1980 წელს აქ მისი სახლ-მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმში თავმოყრილი ნივთები უშუალოდ ნიკოლოზ ბარათაშვილს არ ეკუთვნოდა. აქ უბრალოდ შექმნილია ისეთი გარემო, როგორიც მაშინდელი თბილისური არისტოკრატიისთვის იყო დამახასიათებელი. ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი წარმოდგენილი არის რამოდენიმე საინტერესო ექსპონატით. სავარაუდებელი არის, რომ ბარათაშვილი სწორედ თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში ამ სახლში ცხოვრობდა. მუზეუმში შექმნილი არის ეპოქალური გარემო და 19 საუკუნის სალონური ცხოვრების ამსახველი ავეჯია განსაკუთრებით წარმოდგენილი. ლომბერის მაგიდა, რომელიც 19 საუკუნის სალონებში გამოიყენებოდა ძირითადად ბანკოს სათამაშოდ, თუმცა სხვადასხვა დროს მან უკვე სხვა დანიშნულება შეიძინა და ბანკოს გარდა ლოტოს და ასევე ნარდს თამაშობდნენ ამ მაგიდაზე. ასევე საინტერესო 19 საუკუნის კუთხის სავარძელი, რომელიც არის საკმაოდ უცნაური ფორმის და რომელიც ასევე მხოლოდ სალონური გარემოებისთვის იყო დამახასიათებელი. მასზე მჯდომ პიროვნებას შეეძლო საუბარი ნებისმიერ მხარეს მიბრუნებულიყო და სხვადასხვა პიროვნებისათვის მიემართა თავისუფლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის მუსიკალური საკრავები. მუზეუმში დაცული არის მეიბომის ფირმის როიალი, რომელიც არის მინიატურული როიალის ფორმის. ასევე არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ექსპონატი, ეს არის თარი. ცნობილია, რომ ბარათაშვილებს ოჯახში ჰქონდათ ეს მუსიკალური საკრავი და ამიტომ ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ეს ექსპონატი. 2 აგვისტოდან ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს დროებით დაკეტავენ და 2 თვეში ის განახლებული სახით გაიხსნება. ეს იქნება სრულად ესეთი აქტიური და თემატური საგანმანათლებლო პროექტებზე ორიენტირებული სივრცე. ახალი საექსპოზიციო დარბაზი მე საიდუმლოდ დავტოვებ როგორი იქნება, რადგან ოქტომბრის ბოლოს დამთვალიერებელს ექნება და არა მარტო თბილისს, არამედ სხვა დამთვალიერებელსაც ექნება ნახოს, რას ვეძახით თანამედროვე ექსპოზიციას, თუმცა საიდუმლოდ გეტყვით, რომ ძალიან ბევრი ანიმაციური სიახლე იქნება აქ დაგეგმილი.